რა იყო 25 თებერვალი, რა მოხდა 1921 წლის საქართველოში? პირველი რესპუბლიკა იყო უზარმაზარი ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ალბათ ყველაზე კარგი გაკვეთილი უახლოესი ისტორიიდან. როგორც ყოველთვის რუსეთმა ეს შეთანხმება დაარღვია. ეგ არის რუსული შეთანხმება. გამარჯობა. მოგესალმებით დერეფნის მაყურებლებს. დერეფანი, რომელშიც დღეს გავივლით, ამ გადაცემის ისტორიაში ყველაზე ძველი დერეფნები არის. დერეფნები, რომელშიც საქართველოს პირველი რესპუბლიკა იბადებოდა და ამბავი, რის გარშემოც ვაპირებ დღეს ვიტრია, რომ ძირითადად ინსპირირებულია ერთის მხრივ კალენდარულად 25 თებერვლით, ხოლო მეორეს მხრივ იმ კამპანიით, რომელიც 25 თებერვალს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაახვედრეს. ციტირებ 105 წლის წინ რუსეთის თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მე მგონი ეს პარალელი ძალიან ცხადი და ცხადია მისი შინაარსი. შალვა პაპუაშვილი. ამ სიტყვებით შეეგება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული ადამიანი 25 თებერვალს და ეს არ არის უბრალოდ წამოწმენა, იმიტომ რომ კამპანიური ხასიათი მიიღო ნოე ჟორდანიას პირველი რესპუბლიკის და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დისკრედიტაცია ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედია საშუალებები და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. მე დღეს პატივი მაქვს, რომ პირველი რესპუბლიკის ამბავზე 25 თებერვალზე ვილაპარაკო მეორე რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთან, ჩემი პარტიის ლიდერთან, ბადრი ჯაფარიძესთან. გამარჯობა, ბადრი. ბადრი, თქვენ ხართ პირველი რესპუბლიკის ფაქტიურად მთავარი დანატოვარის საქართველოსთვის დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის ხელმომწერი. პირველ რიგში სანამ აი ორი სიტყვით შევეხებით, რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ აქტს და მე გადავალთ წინაზე, რა იყო 25 თებერვალი, რა მოხდა 25 თებერვალს 1921 წლის საქართველოში? სამწუხაროდ 25 თებერვალს მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ. ცხადია, რომ ეს არის ტრაგიკული დღე, იმიტომ რომ ამ დღემ ჩვენი ქვეყნის განვითარება შეაჩერა 70 წლით და დიდი ბრძოლა დაგჭირდა იმისათვის, რომ დაგვებრუნებინა დამოუკიდებლობა, რომელიც წაგვართვა ბოლშევიკურმა რუსეთმა 21 წლის 25 თებერვალს. ეს მოხდა 21 წლის 25 თებერვალს და ესე უნდა შეფასდეს ხოლმე და ხოლმე. სხვა შეფასება არის აბსოლუტური სიცრუე, სხვა შეფასება არის მოღალატეობრივი შეფასება. ამიტომ ერთადერთი სწორი ობიექტური შეფასება არის ის, რომ 21 წლის 25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის როგორც ტრაგიკული დღე, ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვის დღე, რუსული ბოლშევიკური არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის დაპყრობის დღე. მადლობა. დარწმუნებული ვიყავი ამ შეფასებაში და კიდევ ერთხელ იმის გასახსენებლად თუ სადავართ. სად არის სწორი, რა არის სიმართლე და სად არის ტყუილი. თქვენ აზრით, რატო დაჭირდა დღეს ქართულ ოცნებას? ეს ხო არ არის, ხო? კიდევ ერთხელ მეორე წამოწმენა არ არის, იმიტომ რომ აქ ხედავთ რაღაცა სიმონ მასხარაშვილებს, ვიღაცა უცნობებს, ვიღაცა ნაცნობებს, რომელიც თავისი ყველა პროპაგანდისტული საშუალებით ჯერჯერობით აი ამ რაღაცა ქვედინებები როა ქართულ ოცნებას, ეხლა რაღაც ჯორჯიან ტაიმსები, უცნობები და რაღაცები, აი ამ ხალხით დაიწყო მასიურად, აქტიურად გაშავება, გაბითურება, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც გაბაიბურება პირველი რესპუბლიკის, რაღაცა ნოე ჟორდანის ამბავი, აი ამ რაღაცა ციტატა, რომელიც წავიკითხე, ციტატის გაგრძელება არის მე შალვა პაპუაშვილის, რომ თურმე სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა დაპირისპირებაში მენშევიკებსა ბოლშევიკებმა რომ გაიმარჯვეს, ამიტომ მოხდა 25 თებერვალი და სხვა მიზეზი ამას არ ქონდა. აი ეს რაღაცა მცდელობა ისტორიის გადაწერის. რატო გახდა თქვენი აზრით ეხა ეგ აქტუალური ქართული ოცნებისთვის? ხო, კარგი კითხვა. ვფიქრობ, რომ აქ რამდენიმე მიზეზია ამ მიზანდასახულ კამპანიაში. დააკნინება პირველი რესპუბლიკის ეს არის ჩემი აზრით უზარმაზარი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოებრიობისადმი. იმიტომ რომ ამდენი წლის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდგომ რაც მოყვა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიას,
პირველი რესპუბლიკა იყო უზარმაზარ ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ცხადია რომ ის თაობა რომელიც ამ ასე ვთქვათ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების თაობას წარმოადგენდა იყო გამორჩეული თაობა ნამდვილად უკიდურესად განათლებული მიჭერისი ხალხი რა თქმა უნდა მაშინ თელ სოფლიოში მემარცხენე იდეები იყო ძალიან პოპულარული ეს იყო მიზეზი იმის რომ მაშინ თელის პროგრესული ხალხი იქ და იმპერიალიზმის ასე ვთქვათ ეპოქა დასასრულს ახლოვდებოდა და ეს იყო გარკვეული პროტესტი საზოგადოების ამის მიმართ იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის მიმართ და ეს მემარცხენე იდეები იმ მომენტში სამწუხაროდ არ მხოლოდ საქართველოში, არამედ თელ სოფლიოში იყო საკმაოდ პოპულარული და მე ვიტყოდი ძალიან პოპულარული. ხო. ამის გამო მე არ ვაპირებ ვინმე განვიკითხო, იმიტომ რომ ჩვენი კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ მაშინ მემარცხენე იდეებზე. შემდგომ მოხდა რა თქმა უნდა მათი ამ შეხედულების კორექცია. ბევრი სხვაგვარად შეუძლებელიც არის. ვფიქრობ და ამიტომ ამის გამო ვინმე განვიკითხოთ, რომ იმ დროს ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების ნაწილი იყო მემარცხენე იდეების მატარებელი, მე ვფიქრობ ეს არასწორია. იმიტომ რომ რთული პერიოდი იყო, რაც თავარი ეს ხალხი იყვნენ პატრიოტები. რა თქმა უნდა. მათ სწრაფად აუგეს ალღო იმ ვითარებას, რომელიც შეიქმნა და დაინახეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის და ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. ამის არ დანახვა იქნება სრული უმეცრება მინიმუმ ან ზიანის მიყენების ცდილობა ჩვენი ისტორიისადმი. ზიანი ახსენეთ. ზიანი არის ალბათ ყველაზე ესეთი თვალნათელი, რაც ამ ყველაფრიდან ჩანს, იმიტომ რომ ვინ არის ხო, ვინ იყო აქამდე, აი შალვა პაპუაშვილებამდე, კრეფსით შალვა პაპუაშვილებამდე, ვინც ამ პერიოდის ისტორიას, აი ზუსტად აი ამ სოუსით ამახინჯებდა, ეს ხო საბჭოთა ისტორიოგრაფია, ხო? საბჭოთა ისტორიოგრაფია ამბობდა იმას, რომ ესენი არ იყვნენ, მაგალითად ნოე ჟორდანიაზე დიდი ხანი, ხო, 90-იან წლებში პირველად როდესაც მე დავინტერესდი ამ თემით, გამჯდარი აზრი იყო მაშინდელი თაობის ქართული ისტორიკოსების ნოე ჟორდანის მაგალითად და სოციალ-დემოკრატ მენშევიკების ფრთას არ უნდოდა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა, რაც არის აბსოლუტურად ტყუილი. შემდეგ არქივების გახსნამ და ამ არქივებში ესეთი კარგად ჩახედვამ საბჭოთა მარწუხების მიღმა დაგვანახა, რომ სინამდვილეში ეს ხალხი იღწვოდნენ დამოუკიდებლობისთვის მათ შორის. მეორე ძალიან სწორად ახსენეთ აი ეს რაღაცა დიდი იმპერიალისტური ეპოქის დასასრული და ამ იმპერიალიზმის ყველაზე ისეთი ალბათ პირქუში გამოვლინება რუსული სამადერჟავია, რუსული იმპერია, სადაც ეს მარწუხები ბევრად უფრო მოჭერილი იყო ვიდრე თუ ავსტრო-უნგრულ იმპერიაში ან გერმანულ იმპერიაში და აქ განსაკუთრებით აქტიურობა აი ამ სოციალ-დემოკრატიული იდეების და ქართველები ხო მარტო საქართველოში არ იყვნენ რაღაც მოწინავე ფლაგმანები ამ მოძრაობის, ხო? ეს ხალხი და მათი სხვები კიდე, ხო? ეგ წერეთლები, ჩხეიძეები და ასე შემდეგ, რომლებიც რუსეთის დუმაში რევოლუციის შემდეგ ფლაგმანები იყვნენ, ასე ვთქვათ, ამ მოძრაობის, ქართველები იყვნენ აი სათავეში, ასე ვთქვათ, როგორც ბოლშევიკური, ისე მენშევიკური მიმართულების და ამის ხო აი ისტორიულ კონტექსტის არ დანახოთ, ძალიან სწორი აქცენტი არის. არის უბრალოდ უმეცრება და მცდელობა, რომ უბრალოდ რაღაც ფაქტი დაამახინჯო და ადამიანებს თვალში რაღაც გამჯდარი იდეა, რომ ეხლა სოციალისტი მემარცხენე თუ არის, ეგ ეხლა აუცილებლად ცუდია, მაგაზე კაპიტალიზება, თორე ხო, ის ხალხი იყვნენ, რაღაც მემარცხენეებში ისეთი ადამიანები ირიცხებოდნენ, რომლებიც საუკეთესო შვილები იყვნენ ამ ქვეყნის. ხო, ალბათ აი რაღაცა ძალიან რუსული ელფერი გაზდევს რა, აი საბჭოთა ელფერი გაზდევს ამ ყველაფერს, რითიც ეხა ყიდიან, რომ მოღალატეები, ქალაქი არ უნდა დაეტოვებინათ, ისა რა ქვეყნიდან არ უნდა გაქცეულიყვნენ, ამ ბოძხშირად გავიგოთ ფული მოიპარეს, წაიღეს და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. სიმაღლეში კი აი 1028 დღე იყვნენ ხელისუფლებაში და ეს 1028 დღე იმდენიმე გააკეთეს, რასაც ჩვენ 35 წლის მანძილზე ვერ ხედავთ. და პირველი მინდა აი ამ ნაწილზე გადავიდეთ და ამაზე ვილაპარაკოთ, რატო იყო ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, ეს რაღაც არასრული 4 წელი. მინდა რომ თქვენთან ერთად აი დავიწყო იმითი საფუძველი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს, ხო? როდესაც თქვენ საქართველოს უზენაეს საბჭოში საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინეთ. აი ამით დავიწყოთ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც შემდეგ აი განსაზღვრა ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა და ამას დაუდო საფუძვლად რაღაც ერთსაუკუნოვანი ისტორია. ამითი და შემდეგ გადავიდეთ აი სხვა მიგენელებზე. აი ესო გაიხსენოთ. უნდა ითქვას, რა თქმა უნდა, რომ კრიტიკა ხშირად ადრეც იყო და სწორიც არის. შემდგომშიც იქნება
მაგრამ გააჩნია რა мотивაციით ახორციელება ამ კრიტიკას, ხო, მაშინდელი ხელისუფლების არსებობენ კრიტიკოსები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ თავისთავად ის იდეოლოგია, რასაც მისდევდა სოციალ-დემოკრატიული პარტია მაშინ და ჯორდანია კერძოდ იყო პარტიის წარმომადგენელი ლიდერი, მათთვის ეს იდეოლოგია არის მეუღებელი. ხო, შესაძლებელია, რომ ამ კუთხით კრიტიკას შეხედო როგორც მისაღები სამხედროობა ერთ-ერთი ხედვა ის მისაღებია. მაგრამ როდესაც აკრიტიკებ იმის გამო, რომ თითქოს მას შეეძლო მაშინდელ მთავრობას თავიდან აეცილებინა რუსეთთან კონფლიქტი, ეს არის აბსოლუტური სიყალბე. იმიტომ რომ თუ რამე მაქსიმალურად შეეცადრო გაეკეთებინა სხვა ჟურნალისტებთან რუსეთთან ურთიერთობის დავაგებმა. ეს იყო სწორედ ის რომ თავიდან აეცილებინა ომი და ამის გამოც გააფორმეს სამშვიდობო შეთანხმება. ერთი წლით ადრე შემოჭრამდე. არასრული და როგორც ყოველთვის რუსეთმა ეს შეთანხმება დაარღვია. თორემ სამშვიდობო შეთანხმებასთვის გარკვეულ კომპრომისებზე კი არა, მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო რომ უცხო ძალა არ უნდა ყოფილიყო საქართველოში, როგორც რუსეთი უწოდებდა, მისთვის სრულად განწყობილი ძალა არ უნდა ყოფილიყო საქართველოში. პრაქტიკულად აი ნეიტრალიტეტის ასე ვთქვათ. ხო, აი რასაც დღეს უკრაინას მოსთხოვს მოთხოვნა იყო საქართველოს მიმართ. და დათმო ხო რაღაცა თვალსაზრისი ჯორდანი. საქართველოს პრაქტიკულად ნეიტრალიტეტის მოთხოვნას დაეთანხმა და ამას მოხდა შემდგომ წითელი არმიის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან კარგი ისტორიული გაკვეთილი თუ რა მოაქვს რუსეთისადმი ნდობას და რა მოაქვს იმას, როდესაც მარტო რჩები რუსეთთან პირისპირ. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რა თქმა უნდა, ვინც საღად აფასებს ამ ასე ვთქვათ, ამ მოვლენებს, ისტორიულ მოვლენებს და დღევანდელ ვითარებას, მას არასდროს გაუჩნდება თავში აზრი, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის საქართველოს ნეიტრალიტეტი. როგორ შეიძლება ამაზე იქნება? ხადია აბსოლუტური სიყალბე, მიზანდასახულად გავრცელებული პროპაგანდისტული უძახენ ნარატივი, კი. იმიტომ რომ ცხადია რომ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, არც ისტორიულ ფაქტებს, არც დღევანდელ რეალობას და კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდე დავუშვათ იმ პერიოდის მთავრობას შეიძლება გააკრიტიკოს ადამიანი, მაგრამ ძალიან ბევრი რამე იქნა მიღწეული იმ დროს, იმ უმოკლეს ვადაში. კი ბატონო. ჩემი აზრით შენდებოდა დემოკრატიული სახელმწიფო, ყველა შეცდომის გათვალისწინებით პლურალიზმი იყო დამკვიდრებული. მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიამ მაშინ მიიღო უზარმაზარი მხარდაჭერა. აბსოლუტური უმრავლესობა. აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ ოპოზიციამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი. იგივე სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმე და მინისტრის. რაც არ გვეღირსა ეხლა. კი. დამოუკიდებლობის მოპოვის შემდგომ ოპოზიციას ჰქონდა მნიშვნელოვანი მანდატი ქვეყნის მართვაში. და მაშინ გამხელ ტრაგედია. მაშინდელმა ასე ვთქვათ, მართლმა ძალამ სოციალ-დემოკრატიული პარტიამ, რომელსაც მიიღო 80%-ზე მეტი მხარდაჭერა, ხო? თავისი ნებით ოპოზიცია ჩართო ქვეყნის მართვაში. კოალიციური მთავრობა შექმნა ის, რომ ამის საჭიროება სინამდვილეში პოლიტიკურად არ ქონია. დღევანდელი ასე ვთქვათ, მაგალითად რო ავიღოთ ან ჩვენ დამოუკიდებლობის ეხლა პერიოდში ესეთ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. არ არსებობს სამწუხაროდ. და ეს იყო სწორედ არაჩვეულებრივი პრეცედენტი, როგორ შეიძლება ოპოზიცია ჩართული ყოფილიყო რეალურ სახელმწიფო საკითხების მართვაში და წარმატებით ყოფილიყო ჩართული, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკაში გარკვეული წარმატებები იქნა მიღწეული მაშინ, ხო? იგივე აღიარების მიმართულებით, მიუხედავად რომ ურთულესი საერთაშორისო ვითარება იყო. სოფლიოს გადალაგების პროცესი. პირველი აღიარება ჩვენ მივიღეთ არგენტინისგან. კი, სხვათა შორის. ბევრმა არის ამის შესახებ, საინტერესო ფაქტია, ხო? მაგრამ ესეც იყო სწორედ იმ მუშაობის შედეგი, რომელსაც ეწეოდა მაშინ ჩვენი მთავრობის და რუსეთმა სხვათა შორის ანტანტამდე უფრო მათ შორის ძალიან აქტიური. რუსეთმა გვაღიარა, სხვათა შორის რუსულ ბოლშევიკურმა რუსეთმა, RSFSR-მა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგალითად ანტანტის ქვეყნებამდე, მაგრამ ორ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენეთ, რომელზეც არ შეიძლება რომ არ ვთქვათ ორი სიტყვა კიდევ დამატებით, აი ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა 1920 წლის მაისში.
შეთანხმება, რომლის საფუძველიც იყო, რომ რუსეთ ბოლშევიკური მთავრობა ცნობს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამის წინ, აი ამ შეთანხმება დაახლოებით 7 მაისიდან ფორმდება. 1 მაისში საქართველოში აზერბაიჯანის უკვე გაწითლებული აზერბაიჯანის სახელით, მაგრამ სინამდვილეში რუსული წითელი არმია შემოდის, პირველი მცდელობა აქვს საქართველოს დაპყრობის. ოდიშელიძის ხელმძღვანელობით საქართველოს არმია უკუაგდებს აზერბაიჯანის საზღვარზე უკან ამ ძალებს, ხოთ შორის ერთ-ერთი პირველი, მე მგონი ერთადერთი შემთხვევა, რომ საქართველოს გამოიყენა მაშინ ავიაცია. საქართველოს ავიაცია ყავდა 9 თუ 11, არ მახსოვს თვითმფრინავი და ბომბები ჩამოყარეს და ძალიან დააზიანეს რუსული პოზიციები და ოდიშელიძე და ქართული არმია გადავიდა კონტრშეტევაზე და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდა. გააზრებულად ყველას ესმოდა, რომ ებრძოდნენ რუსეთს. და აი ეს მომენტია, როდესაც მოსკოვში პარალელურად მოლაპარაკებები მიდის და ამ მოლაპარაკებების დროს, ხო, საქართველოს აი ეს დათმო, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჟორდანიასთვის აი ამ კონფლიქტის მოგვარება, რაც საქართველოს რუსეთს შორის ერთი რო არსებობდა და მეორე შეიძლება განვითარებულიყო, რომ აი ეს პოზიციები დათმო, უკან დაიხია ქართულმა არმიამ, გაფორმდა შეთანხმება, რომელთაც უცხო ძალა ჭყალებში, მაშინაც როგორი მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოდიოდა და ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მეორე შეტევა განხორციელდა და ქართული სახელმწიფო ჩამოშალეს. ეს არის ალბათ ყველაზე კარგი გაკვეთილი უახლოესი ისტორიიდან. ეხლა ტოტლებენზე რო არ წავიდეთ და გეორგიევსკის ტრაქტატის რომელი მუხლი აქვს ერთი დაცული რუსებს ეგრო შევამოწმოთ. აი მაგში შორის რო წავიდეთ 100 წლის წინანდელი ამბავი, 105 წლის წინანდელი ამბავი ეგ არის. როგორ უღალატა თავის სიტყვას, რომელიც მე დამოუკიდებლობის პერიოდში თქვენ ჩემზე ბევრად უკეთესად გახსოვთ, ეგ ამბები დამოუკიდებლობის პერიოდში, აი მაგათ აფხაზეთის ომის დროს რამდენი შეთანხმება იყო, რომელსაც არ ღვევდნენ და სოხუმის დაცემაც იყო შედეგი სამშვიდობო შეთანხმების, რომელთაც ჩვენ დარღვევის, რომელთაც ჩვენ გამოვიყვანეთ იქ რაღაცა მძიმე ტექნიკა და ისინი დარჩნენ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მეორე შეთანხმება როდესაც არ ღვევდნენ რუსები აფხაზეთში. მაშინ შეთანხმების ასე ვთქვათ მონიტორინგზე პასუხისმგებელი იყო ბატონი შოიგუ. თქვენ წარმოიდგენიათ ისე რა ობიექტური შეთანხმება და მან განაცხადა მახსოვს ეს წარეთ მაშინ რომ საქართველოს არ ღვევს შეთანხმების პირობებსო და ეს იყო პირდაპირ სიგნალი იმის რომ მორიგ მოღალატეობრივ და მორიგ მუხტლობას ჰქონდა ადგილი რუსეთის მხრიდან. აი ეგ არის რუსული შეთანხმება. ეგ არის რუსული შეთანხმება და ეხლა გვეუბნებია რომ აი ეხლა ნეიტრალიტეტი და ისე უნდა შეუთანხმდეთ და თურმე ჟორდანიას დანაშაულია რომ ვერ შეუთანხმდა. ხალხს რომელსაც რამოდენიმე თვით ადრე ზავი დაუდო, აღიარეს ერთმანეთის სახელმწიფოებმა და მნიშვნელოვანი რაც მოხდა ბოლშევიკებს საქმიანობის უფლება მისცა, იმიტომ რომ ფაქტიურად ამ მომენტისთვის 20 წლის მაისისთვის განეიტრალებულია ბოლშევიკური მოძრაობა საქართველოში, ძირითადი ლიდერები, მავნებლები, ვინც იყვნენ პირდაპირ აგენტები, ისინი ციხეში ზიან და ეს არის მომენტი, ეს მაინც როცა აუშვა. მაგას ვამბობ და აუშვა ეს და იმ მომენტიდან აი ყველა ეს ხალხი, ხო, ვინც იდეაში მაშინ საქართველოს ნაწილი იყვნენ, როგორც აი ძალიან სწორად ახსენეთ, ხო, ეს კოალიციური მთავრობა, ეროვნული დემოკრატები, რომელიც აი ძალიან ისე ვიწრო უმცირესობა იყვნენ, მაგრამ კოალიციაში შეიყვანეს სხვაები ფედერალისტები, მაგალითად სოციალ-ფედერალისტები, რომელიც ერთად მართავდნენ სოციალ-დემოკრატებთან ერთად ქვეყანას, აი ბოლშევიკები მაშინაც კი ქართული სახელებით და გვარებით, არ ვერ ვიტყვი რომ ქართველები მაშინაც კი პირველივე წუთიდან ლეგალური საქმიანობის საშუალება რომ მისცა დაიწყეს ძირგამომთხრელი საქმიანობა. ფილიპე მახარაძე პოლიტიკოსი კი არ იყო, რედაქტორი იყო გაზეთი კომუნისტის. მატარებელი ადამიანებისგან ხო აზერბაიჯანი ახსენეთ, თქვენ აზერბაიჯანიდან შემოჭრის ესე ვთქვი ინიციატორი იყო ბატონ ორჯონიკიძე. ბატონი ორჯონიკიძე, იქაც ვინმეს არ ეგონოს რომ მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდარიყო ქვეყნის ჩვენ. ვინმეს არ ეგონოს რომ ვინმე სხვა იყო იქ, ანუ აზერბაიჯანელები იყვნენ, იქაც იჯდა ბაქოში იჯდა კავბიურუს ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე, რომელიც იქიდან დირექტორებს იძლეოდა და შემდეგ გაუძღვა არმიას. ამ შეთანხმების შემდეგ, რომელიც საბჭოთა რუსეთთან გაფორმდა, სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დაარღვია საბჭოთა რუსეთმა როგორც ყოველთვის მოხდა დიდი რაოდენობით ინფილტრირება შეგნებულად ადამიანების ბოლშევიკ რუსეთიდან რომ მათ მოეხდინათ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია და მოეწყოთ ეგრეთ წოდებული აჯანყებები რომელსაც ისინი ცდილობდნენ მუდმივად და ახერხებდნენ კიდევაც გარკვეულ ადგილებში ამ აჯანყებების მოწყობას თუმცა მაშინდელი მთავრობა ახერხებდა გამკლავებოდა ძირითადად ახერხებდა ხო მაგრამ წარმოიდგინეთ ესე იგი ამ პერიოდში რას უკრავდებოდა
ჩვენი დამოუკიდებელი ძალიან ბევრ არის. მთავრობა, მაშინ დამოუკიდებელი ხელისუფლება ჩრდილოეთიდან მუდმივ ცდილობას ოკუპაციის სამხრეთიდანაც ოსმალეთის მხრიდანაც მუდმივ ცდილობას ომი სომხეთთან მაგალითად დამოუკიდებელ იყო სომხეთთან. ესეთი ფაქტიც, ხო? თეთრი არმიები ვრუნგელის და დენიკინის არმიები, რომელიც აგრეთვე სოჭთან და სოხუმთან მოიგერიეს. ძალიან ბევრ და ამ პერიოდში სახელმწიფო შენებლობის განხორციელება 3 წლის განმავლობაში 3 წელზე ხომ 3 წელზე მეტი იყო, ცოტათი მეტი. 1028 არის 3 წლის განმავლობაში თქვა, ხომ სახელმწიფო შენებლობა ეს წარმოუდგენელი სირთულის ამოცანა იყო და მე ვფიქრობ მაინც წარმოუდგენელი პროგრესი იქნა მიღწეული უდიდესი სამ პროგრესი წელიწადში და ეს მამ უნდა მართლაც უნდა ვაღიაროთ იმ ადამიანების დამსახურება და ღვაწლი რა თქმა უნდა. ამ მიმართულებით ვინც მაშინ იყვნენ ჩვენს დამოუკიდებლობის სათავეებთან სათავეებთან დაფუძნებული მამები მოდი ასე. რა თქმა უნდა და არაჩვენო ნახეთ ნახავთ ხო ყველა ადამიანი ვინც კი ნახავს იმ გვარებს ვინც არიან დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები ხომ იამაყებთ უამრავი საამაყო ადამიანი არის იქ ნამდვილად. და მე ვფიქრობ რომ მათ მიაღწიეს ძალიან ბევრს სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისო ვითარების გამო ჩვენ აღმოჩნდით პირისპირ რუსეთთან თავდაპირველად ამისთვის რომ გერმანიის დამარცხების გამო გერმანიის სამხედრო ძალებს მოუწია დატოვება ჩვენი ქვეყნის შემდგომ ბრიტანეთმა დატოვა და ჩერჩილი სხვა შორის შემდგომ თავის მემუარებში აღიარებს რომ უბრალოდ ამბობს რომ შეცდომა იყო იქიდან გამოსვლა, კავკასიიდან გამოსვლა. ზოგადად ბოლშევიკური რუსეთისთვის ასე ვთქვათ დათმობა მათი დათმობა სწორედ რო ვთქვათ ბოლშევიკური რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის არ გაწევა საკმარისი იმიტომ რომ ეს გამოიყენა ბოლშევიკურ რუსეთთან შემდგომ თავისუფალი ერების დაპყრობისთვის და მაგრამ ის მოხდა რაც მოხდა ხომ ეს იყო ხანგრძლივი ომისგან ყველა დაღლილი იყო გამოფიტული ძალაგამოსტილი მათ შორის წამყვანი ქვეყნებიც და ჩვენ მარტო პირისპირ აღმოჩნდით და სამწუხაროდ დავკარგეთ ეს უზარმაზარი განძი რასაც ქვია დამოუკიდებლობა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ სამმა წელმა ისეთი წვლილი შეიტანა მიუხედავად იმისა რომ მთელი პლასტი ან მთელი საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი იქნა განადგურებული საბჭოთა წყობილების მიერ მაინც დატოვა წარუშლელი თვალი და ძალიან დიდი წვლილი იყო ამ პერიოდის და ამ იდეის დამოუკიდებლობის იდეის რომელიც 21 წელს დროებით ასე ვთქვათ ფაქტობრივად გაიყინა ხო მაინც ჩემი აზრით ამან დიდი როლი ითამაშა იმაში რომ შემდგომ 80 წლების ბოლოს გააქტიურდა ეროვნული გამართლების მოძრაობა და პირველი რესპუბლიკის საფუძველზე მოხდა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა 91 წლის 9 აგვისტოში. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, ხო, რამოდენიმე თუ გამოვყოფდით სამ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს, ერთი თქვენ ახსენეთ, ეს არის რაღაცა ერთგვარი პოლიტიკური კულტურა დავარქვათ ამას, ხო, პოლიტიკური წესიერი პოლიტიკური თამაში, სადაც აი ის პარტია, რომელმაც აი რა ვიცი, არც ერთ დღევანდელ პარტიას ქართული ოცნება იქნება სხვა რო არ დაისიზმრება ისეთი ელექტორალური მხარდაჭერის პირობებში, მაინც ხელისუფლებას ინაწილებდა მის პირდაპირ თქვათ მოსისხლე მტრებთან, ხო, რა პოლიტიკურად იდეოლოგიურად ეს არის უბრალოდ ხო რაღაცა სხვა მხარეს მდგომ, ეს ხო იდეოლოგიური მტერი პირდაპირ თქვათ, ხო, დაპირისპირებულ ძალებთან, მაგრამ ხო აი ძალიან სწორად ახსენეთ საგარეო პოლიტიკა ხო ის სადაც აი ჩვენს წესით უნდა ვთანხმდებოდეთ რომ ქოცი ხარ არა ხარ ქოცი ლელოელი ხარ ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ ყველანაირი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყნის უცვლელ კურსზე რომელიც გადის დასავლურ ინტეგრაციაზე და თქვა ამერიკულ და დასავლურ უსაფრთხოების ჩარჩოზე მაგრამ ნუ ამას აი ეს ვერ მივახცეთ ერთი ეს ხო აი პოლიტიკური კულტურა მეორე დამოუკიდებლობის აქტი რომელზეც ნუ ჩვენი ისტორია და დღევანდელის დამოუკიდებლობის იწერება და მესამე რა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით კონსტიტუცია ხო თქვენ ახსენეთ 1028 დღე რომლის მანძილზე ხო 3 წელი რომლის მანძილზე ძალიან აი მიუხედავად აი მთელი ქარტეხილებისა გეოპოლიტიკური რომელიც მაშინდელ მსოფლიოზე ხდებოდა ჩვენ თავზე გაიარა მიუხედავად აი ამ ქარტეხილებისა 3 წელი რომლის განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და აი ფაქტურად ბოლო მომენტში მივახციეთ იმას რომ კონსტიტუცია შევიმუშავეთ. ალბათ კონსტიტუცია რომელიც რავი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე იყო მაშინდელ მსოფლიოში. ყველაზე პროგრესული კი. თალსახად უამრავი რამ მოესწრო. ასობით კანონი იქნა მიღებული, ხო? 400-ზე მეტი კანონი იქნა მიღებული.
თვითმმართველობის კუთხით იქნა გატარებული უზარმაზარი მნიშვნელოვანესი რეფორმა იქნა გადადგმული თვითმმართველობის მიმართულებით რეალური თვითმმართველობის და დამკვიდრების კუთხით რომელიც არ ღირსებია იმის მერე პირდაპირ სამწუხაროდ აღარ ღირსებია მაგრამ ბევრი რამ კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იქნა ისეთი პროგრესული ნაბიჯი გადადგმული რომელიც ქალთა უფლებები მაგალითად რომელიც დღესაც ჩემი აზრით თავისი ასე ვთქვათ მნიშვნელობით აქტუალური არის ხო და მგონია მართლაც უნდა ითქვას რომ სამწუხაროდ არ დაგვრცალდა მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის წითელ არმიას რო არ დაერგო იქნებოდა ევროპის ოჯახის ძალიან სწრაფი ასე ვთქვათ წევრი გახდებოდა ძალიან სწრაფად გახდებოდა ევროპული ოჯახის წევრი და თან ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იქნებოდა ისეთი გამორჩეული ხალხი იყვნენ მაშინ მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად ფიქრობ რომ რა თქმა უნდა ეს დარტყმა რომელიც მივიღეთ 21 წლის 25 თებერვალს იყო უზარმაზარი დარტყმა მაგრამ თავარია რომ დღეს ახლა როცა უყურებთ ამ მოვლენებს არ დავკარგოთ ობიექტურობა და არც ზედმეტი გადაფასება არ მოვახდინოთ მაგრამ არ დავაკლინოთ ის რაც უზარმაზარი წვლილი რომელიც პირველ რესპუბლიკას შეიტანა ჩვენი სახელმწიფოებრების აღდგენაში შემდგომ 91 წელს ხო პირველ რესპუბლიკის არარსებობის პირობებში ჩემი აზრით არ იქნებოდა 91 წლის 9 აპრილი დარწმუნებული ვარ ამაში და მე ფიქრობ რომ ეს მემკვიდრეობა რომელიც პირველ რესპუბლიკამ დატოვა ამან შეუწყა ხელი და დააჩქარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვება და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ძალიან დიდი პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს რომლებიც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ცნობილი ასევე რომ დამფუძნებელი კრების წევრთა დიდი ნაწილი იქნა მოკლული ვისაც ხელი მიუწვდა თავად ყველა მიერ ვინც სამწუხაროდ ვინც ამბობს რომ თითქოს ბრძოლის გარეშე ჩაბარდა ჩვენი ქვეყანა ბოლშევიკურ რუსეთს ეს არის ტყუილი თავგანწირულად იბრძოდნენ და მაშინ ყავდა მართლაც რომ გამორჩეული გენერლები ყავდა ჩვენ რომლებიც სამწუხაროდ ერთხელ სულად უთანასწორო ბრძოლაში აჩვენებდნენ არაჩვეულებრივ მამაცობის მაგალითებს და მათ შორის როგორც ასე ვთქვათ სამხედრო სტრატეგოსები დიდი სამხედრო სტრატეგოსები სამწუხაროდ ახლა ძალა აღმართს ხნავს და იმდენად დიდი იყო უპირატესობა ყოველდღიურ ჩვენი მტრის მხრიდან რომ ამას წინ ვეღარ აღუდგენ მაგრამ უნდა ვთქვათ ერთი რამ ზოგადად ჩვენი ქვეყნის დაპყრობას დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად მოყვა შემდგომ ყველაზე ნიჭიერი ნაწილის გამორჩეული ნაწილის განადგურება ჩვენი საზოგადოების. ნამდვილად. დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად ჩვენ კულტურულადაც მოგვაყენეს ისეთი დარტყმა ყოველდღიურ. იგივე საეკლესიო თვალსაზრისითაც წამყვანი საეკლესიო მოღვაწეები იქნენ განადგურებული, მოკლული, გადასახლებულები, ეკლესია მუზარმაზარი დარტყმა მიიღო, კულტურა მუზარმაზარი დარტყმა მიიღო. და შესაბამისად მაინც გონია რომ 70 წელი არ არის ისეთი დიდი პერიოდი თუ გავითვალისწინებთ დარტყმის ასე ვთქვათ სიმძიმეს და მასშტაბებს რომ 70 წლის შემდგომ ეს მემკვიდრეობა არ შენარჩუნებული იყო და შენარჩუნდა კიდევაც და მე ვფიქრობ რომ ჩვენ შვილების თაობისაც აუცილებელია იცოდნენ სრული სიმართლე რაც მოხდა მაშინ რა ღვაწლი შეიტანეს იმ ადამიანებს რომლებიც იყვნენ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები ჩვენი სახელმწიფოებრიობის იდეაში და მგონია რომ ნებისმიერი მცდელობა კიდევ ერთხელ დავუბრუნდები დააკნინოს ამ თაობის როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგ გადადგმული შეგნებული მიზანდასახული ნაბიჯი. ამიტომ მნიშვნელოვანი იყოს დისკუსია ამ თემებზე, იყოს კომპეტენტური დისკუსია, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიმართ უნდა ვიყოთ შემწყნარებული, მაგრამ ეს აზრი თუ ასე ვთქვათ განსხვავებული იდეა
მიზანდასახულად არ უნდა უთხრიდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ძირს. და ეს არის თავარი. და უთხრის ძალიან სწორი სიტყვებია ეს. უთხრის ძილს აი ეს ფრაზა, რომელიც არ შემიძლია რომ კიდევ ერთხელ არ წავიკითხო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წოდებული კაცი აღწერს საქართველოს ოკუპაციას შემდგომ მოვლენებს. ამ 70 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნა ინდუსტრია, წარმოება, განვითარდა ეკონომიკა, გაძლიერდა განათლება, ახალ სიმაღლეზე ავიდა ხელოვნება, კულტურა, მემკვიდრეობაზე ზრუნვა. საბჭოთა წიაღშივე აღორძინა ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თვითშეგნებაც, რომლის ფესვები ღრმად იყო გადმული წინა საუკუნეებში. ამას წერს საქართველოს ოფიციალური პირი, ხო? ის ფაქტიურად პირდაპირ ცდილობს, რომ რაღაცა აპოლოგია შექმნას საბჭოთა ოკუპაციის და სინამდვილეში, რასაც თქვენ ბრძანებდით, ასობით ათასი დახოცილი, დახვრეტილი, გადასახლებული ადამიანი, თლიანად განადგურებული მეხსიერება ქართული დამოუკიდებლობის, რაღაცა 2-10 წლეული რეპრესიების, ჩახშობილი აჯანყება, შემდეგ უკვე აი რამოდენიმე ტალღა რეპრესიების, რომელმაც გაწყვიტა ის თაობას, გაწყვიტა შემდეგ მათი შვილებიც, ახლობლებიც, სულ აი დღეს ამ დღეებში ძალიან ბევრი ამბავი იქნება მოყოლილი ბევრი კომპეტენტური ისტორიკოსის მიერ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთები დღეს ბევრი ყავს, რომლებმაც ძალიან კარგად შეისწავლეს ეს პერიოდი, მაგრამ მე ჩემ ერთ პატარ ძალიან ვიწრო ისტორიას ვიტყვი ორ სიტყვაში, ხო? ჩემი დიდი ბაბუა კონსტანტინე დათუნაშვილი არც მებრძოლი არ იყო, არც დამოუკიდებლობის კომიტეტში არ იღებდა მოწვევას, არც 24 წლის აჯანყებაში. ერთი უბრალო კაცი იყო, აზნაური, რომელიც იმიტომ დახვრიტეს, რომ დააყავდა, მისი და იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი კრების დეპუტატის მეუღლე და მისი და უგზავნიდა, ორჯერ გამოუგზავნა ამანათი ემიგრაციიდან საფრანგეთიდან. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც არ ჩაკეტილა საბოლოო საზღვრები და ამ ორი ამანათის გამო დახვრიტეს, რომელშიც იყო რაღაცა ბრინჯი, აი მაშინ ყველაფერი ჭირდა, რაღაცა რამოდენიმე საკვები პროდუქტები, ტკბილეული და წერილი მოკითხვის. და უცხოეთს აგენტად გამოცხადეს და ამისთვის დახვრიტეს. ხო, აქ ხო არის ყველაფერი იმაზე, რომ მარტო იმათ ერჩოდენ, ვისაც რაღაც პოლიტიკური აქტივობა ქონდა. ამან მე მიიღო ფორმა, რომ აბსოლუტურად ყველას ამ მიზეზით მიადგნენ. და ამის მერე შენ რო აღწეროთ, თურმე ისტორია, ინდუსტრია შეიქმნა და ქართული ნაციონალიზმი გაჩნდა საბჭოთა წიაღში, ალბათ არ ვიცი, ამას დიდი მოღალატეობა რა არის 21 საუკუნეში, გაუგებარია ჩემთვის. მე ვფიქრობ, იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი რა თუნდაც შეიქმნა საბჭოთა საქართველოს პირველში რა დავკარგეთ. რა დავკარგეთ, ხო? რა დაინგრა. და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ. რა გამორჩეული ადამიანები იქნენ განადგურებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. როგორი ეკონომიკა გვექნებოდა, რომ დასლოდა ჩვენს მაშინდელ ხელისუფლებას და შემდგომ იქნებოდა დემოკრატიული არჩევნები, მოვიდოდა სხვა პოლიტიკური ძალები, მაგრამ უკვე საფუძველი ჩაყრილი იყო, დემოკრატიული საფუძველი ჩაყრილი იყო და იქნებოდა არაჩვეულებრივი სწორედ პრეცედენტი, კოალიციური სისტემა კოალიციური მმართველობის, ახლა პრეცედენტი. რამდენი ზიანი მიიღო ის იგივე ეკლესია, რამდენი ეკლესია იქნა განადგურებული, ფეხქვეშ გასწორებული 5% დატოვეს. ფეხქვეშ გათელილი, ხატები რამდენი სიწმინდე. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მაგ პერიოდში სანამ სამხედრო რუსეთი დაიპყრობდა საქართველოს, მეცნიერება იქნება თუ ლიტერატურა. მე ვფიქრობ, მაგ პერიოდში გარკვეული რენესანსიც იყო. ოქროს ხანა იყო. ოქროს ხანა იყო მეცნიერები მაგ დროს გამორჩეული, მის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააფუძნა. ივანე ჯავახიშვილი გამორჩეულია შალომ ცურვიძე, პეტერ მელიქიშვილი, სხვა ფენის პლეადა. ვიც შალვა პაპაშვილს გონია, რომ თუმცა საბჭოთა ხალხი იყვნენ. ამაზე გონია მართლა. სამწუხარო მართლა ესეთ განცხადებების მოსმენა თან ახალგაზრდა ადამიანების მხრიდან წარმოუდგენელია. და ლიტერატურა, ხელოვნება წარმოუდგენელი იყო ოქროს ხანა ხო? ოსტატინი გამსახურდა გრიგოლ რობაქიძე. წერლები, მხატვრები, პოეტები, წარმოუდგენელი პერიოდი და რა განვითარებას მიაღწევდა საქართველოს, რომ მისი დაპყრობა არ მოხდარიყო ბოლშევიკური რუსეთის მიერ. აი ამაზე საუბარი მართლაც მნიშვნელოვანია. ის იქნებოდა ერთ-ერთი გამორჩეული, კიდევ ერთხელ ამბობ, თავდაპირველად ზედმეტი ასე ვთქვათ. ხო, გამორჩეული საზოგადოება და სახელმწიფო. მოგზალების გარეშე, თუ ზედმეტი თავდაპირველობის გარეშე, ეს იქნებოდა გამორჩეული კულტურულად, მეცნიერების კუთხით,
ეკონომიკურადაც მათ არაჩვეულებრივი ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ მაშინ საქართველოში არაჩვეულებრივი ბიზნესის წარმომადგენლები ქმნიდნენ გამორჩეულ მდგრად ბიზნესებს ყველაფერის განადგურდა საბჭოთა რუსეთის მიერ ხო ეს ყველაფერი და შესაბამისად ჩვენ დავკარგეთ განვითარების 70 წელი კი რა თქმა უნდა ქართველი ხალხი ნიჭიერი ხალხია და საბჭოთა პერიოდშიც იყო გამონათებები და ცდილობდნენ რომ თავის ნიჭის ხარჯზე რაღაც მაგრამ ნუ ძირითადი განადგურებული ხო რაღაც ქონოდა ასე ვთქვათ იმ ადამიანებს რომლებიც აფასებენ ლიტერატურას, ხელოვნებას, მათ შორის კინოს თვალსაზრისით იყო არაჩვეულებრივი გამონათებები, მაგრამ ეს იყო გამონათებები და დამოკიდებულის პირობებში ეს იქნებოდა სისტემურად წარმატებული სახელმწიფო, რომელიც სამწუხაროდ რომლის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცა მაშინ ჩვენს ასე ვთქვათ დამფუძნებელ მამებს ჩვენი ქვეყნის და მე ვფიქრობ რომ წამოვიდოდა ახალი თაობაც რაც თავია ჩვენ ვიქნებოდით ინტეგრირებული თავისუფალ სამყაროში და არა საბჭოთა წყობილებაში და რა თქმა უნდა ძალიან ძნელი შესაძლებელი ეს ზიანი და ეს დანაკარგი რომელიც მივიღეთ ჩვენ როგორც ერმა ჩვენ როგორც სახელმწიფომ საბჭოთა რუსეთის დაპყრობის გამო ნამდვილად და ჩვენ ვინმეს ვარ ეგონოს რომ ეს უბრალოდ რაღაცა პოლიტიკური დისკუსია გვაქვს კონკრეტული მაგალითები ხო რაც თქვენ თქვით ორი მიმართულება მაგალითად ერთი კულტურა ხელოვნება და განათლება და ეს არის უბრალოდ რაღაცა თაობის და მომენტის ამბავი ამის ხელშეწყობა იყო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი ხო მაგალითად აი ვინც ჩამოთვალეთ აქ ახსენეთ იყო კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ესენი იყვნენ ხალხი, რომელიც ევროპაში განათლება მიიღეს ნოე ჟორდანიას სტიპენდიით, საქართველოს მთავრობის მეთაურის სტიპენდიით. ეს იყო მთავრობა, რომელსაც ესმოდა მაგალითად განათლების ფასი და იმ ნიჭიერი ადამიანების ფასი საზოგადოებისთვის. ეს ერთი მიმართულება და მეორე ბიზნესი ახსენე, რომელსაც ძალიან იშვიათად ვახსენებთ ხოლმე. და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს არის რაღაც ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, აკაკი ხოშტარიას და სხვების ეპოქა და ესეც უბრალოდ ვინმე სახელები რო არ ეგონოს, ხო? ეს იყო ხალხი, რომელსაც მაგალითად რომელსაც იმ დონეზე ესმოდა და იმ დონეზე დაკავშირებული იყო და ნაწილი იყო აი სამყაროს პროგრესის ინდუსტრიული ეპოქის. რომ მაგალითად მაშინ მათი მეუხებით მოხდა, რომ საქართველოს თბილისის ფუნიკულიორი დოპელმაიერს დაუკვეთეს, ხო? იმ ეპოქაში უკვე საუკეთესო კომპანია. გემოვნებიანი ხალხი, რომელიც საუკეთესო მონოპოლის გადმოტანას აკეთებდა ჩვენს ქვეყანას საუკეთესო მონოპოლი. დოპელმაიერი ფუნიკულიორი და მაგალითად ეიფელის კომპანია და ეიფელის დაპროექტებულია ბაკურიანის ცნობილი ხიდი და ამ ხალხის იდეა იყო რომ მთის კურორტი არსებობდა იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ამბავი მთის დასვენება და მთის კურორტები შექმნილი ამ ხალხის რომელიც მაშინდელი ბიზნესმენები იყვნენ და რომლებიც უდიდესი წვლილი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. იმის მაგერად რომ ეს მეხსიერება წაშალო შეიძლება ვიდაოთ, ბევრი ვიდაოთ სოციალისტური იდეოლოგიაზე, იდაო იმაზე და შეაფასო რომ თქვა რაღაცა სტრატეგიული ნაბიჯები იყო არასწორი, ან აგრარული რეფორმა იყო არასწორი, მაგრამ ეს ყველაფერი წაშალო, გადაწერო და ამაზე თავზე ბოდიში და დაამყნო საბჭოთა ისტორიოგრაფიის აჭრდილი, ეს უბრალოდ ქვეყნის ღალატია დღევანდელ საქართველოში. დასასრულისკენ რა ეტყოდით მომავალ თაობას, თქვენი შვილების თაობას, შვილიშვილების თაობას, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ იცხოვრებენ ევროპული თანამედროვე სტილის პატრიოტულ იდეებზე, აი სწორედ იმ იდეებს, რომელიც მაშინ ხდებოდა დაფუძნებულ საქართველოში, რას დაუტოვებდით, რას ეტყოდით აი ამ თაობას, რა უნდა იცოდეს ყველაზე მთავარი პირველ რესპუბლიკაზე ძალიან მოკლედ დასკვნაში რომ ვთქვათ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ სამწუხაროდ ბევრი ომი წაგვიგია და შეიძლება ამბობდა ვიღაც ან ეხლაც ამბობს რომ თუ ტერი ბევრად ჭარბობს რიცხოვნობით მაშინ რა აზრი აქვს ამ სხვებს ეს არის ყველაზე დიდი სიბეცე და ცხადია რომ შეიძლება ესე ჟღერდეს მაგრამ წაგებულმა ომებმა მოგვიტანა დამოუკიდებლობაზე მათ შორის. ნამდვილად. იმიტომ რომ იმ გმირობის მაგალითებზე იზრდებოდნენ გმირების შვილები, იქ მთელი თაობები, ხო? და შესაბამისად კი მაშინ დავკარგეთ დამოუკიდებლობა 21-25 თებერვალს
შემოიჭრა წითელი არმია, მაგრამ იმ ადამიანების თავგანწირვა ხო ნახეს გაიგეს უამრავმა ადამიანმა თუ როგორ დათმეს ყველაზე ძვირფასი. მაშინ ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე დათმეს საკუთარი ქვეყნისთვის და ეს ისეთი ცოდნაა, რომელიც მართლაც ყველაზე ძლავ პენეტრაციას ახდენს შემდგომ გონებაში და ადამიანებში და მე ეს ადამიანებიც იმსჭვალებიან. გმირობის მაგარი ხო პირველ რიგში პატივისცემით და იმსჭვალებიან განცდით რომ მათთვის ბრძოლაში დაიღუპა ეს ხალხი და გადასცემენ შემდგომ თავენ შვილებს ამ ამბავს და შესაბამისად გადასცემენ თავარს რომ დამოუკიდებლობა იმსახურებს იმას რომ შენ მზად იყო დათმო შენი სიცოცხლე. ნამდვილად. და როცა ესეთი განცდა აღერს ის დამოუკიდებლობას არასდროს დაკარგავს. ნამდვილად. და შესაბამისად ალბათ ეს უნდა იყოს სწორედ ჩვენი ამოცანა რომ ჩვენი შვილების თაობა, მათი შვილების თაობა იყოს სრულად ინფორმირებული, ობიექტურად ინფორმირებული ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, იმ უმნიშვნელოვანეს როლზე იგივე დაუბრუნდები, რომელიც ითამაშა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველ რესპუბლიკამ. დამფუძნებელ მამების იმ პერიოდის ქართველი პოლიტიკოსების ღვაწლზე, მათ შეცდომებზეც თუნდაც, მაგრამ თავი არის ის, რომ ამ ადამიანებმა მაშინ სწორად იგრძნეს, რომ იყო შესაძლებლობა, რომ ქვეყანას მოეპოვებინა დამოუკიდებლობა, დაებრუნებინა დამოუკიდებლობა და ეს შანსი გამოიყენეს და ეს არის ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი რამ, რომლის არ დანახვა არის სიბეცე. ყველაზე დიდი გმირობა, ალბათ ძალიან სწორი დასკვნითი სიტყვა არის ამ ამბის მადლობა ბატონ ბადრის ამ სიტყვებისთვის. შანსის გამოყენება, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ამბიდან შეიძლება გამოვიტანოთ გაკვეთილად. ის რომ ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება, აი მის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ უქროს ხანაში, როგორ იყენებს ამ შანსს ბოლომდე, იღებს ხელში საკუთარი დამოუკიდებლობის იდეას და აი ყველაფერს გამალებით, სრული ენერგიით, თავდადებით ცდილობს, რომ შექმნას თანამედროვე სახელმწიფო ერთი და როდესაც ის ხდება, რომ ეს უბრალოდ არ გამოდის და გარდაუვალია ბრძოლა ივან ჯავახიშვილის სიტყვების არ იყოს სტუდენტებთან მიმართვის, ან ნებისმიერ სხვა დიდი გმირობის, იუნკერების, კონკრეტული ჯარისკაცების, მარო მაყაშვილის და სხვების იგივე გამალებით, იგივე ენერგიით და იგივე შემართებით, რითაც რეფორმებს ატარებდა, დამოუკიდებლობას აშენებდა, აღიარებების მოპოვებისთვის იბრძოდა, საერთაშორისო ველზე იბრძოდა, აი ამ ყველაფერს როგორ დებს გვერდზე და უკანასკნელი ამოსუნთქვამდა იბრძვის დამოუკიდებლობის იდეისთვის და ამას ვერასდროს ვერ მიხვდებიან კიდობანში მსხდომი ზეზეული გვამები თუ სინამდვილეში რას ნიშნავს მარო მაყაშვილის იდეა, რას ნიშნავს ის სიტყვები, ტრაგედია და უდიდესი აი ეს ძალისხმევა, რაც აი ამ სიტყვებშია. წერილის ბოლოს ფრონტის ხაზზე გაყინულ თბილისის მისადგომებთან ახალგაზრდა 20 წლის გოგო, რომელიც მამას და დედას წერს, რომ თუ არის იმის საშუალება, ტკბილი გამომიგზავნეთ, რომ არ კავგავს იმედს, რომ ეს მოხდება, რამოდენიმე დღით ადრე ხდება საბოლოო თბილისის დაცემამდე და ეს სიტყვები, რამხელა ამბავია სიტყვებში 20 წლის გოგოსი გაყინულ თბილისის მისადგომებთან ფრონტის ხაზზე გავიმარჯვებთ სახელოვნად. გავიმარჯვებთ სახელოვნად თუ არ გესმის, თუ აი ის კონტექსტი არ გესმის და ვერ ხვდები მარო მაყაშვილი მართლა რა მოვლენა არის, ვერასდროს ვერაფერს ვერ გაიგებ და ვერაფერს ვერ გადაცემ მომავალ თაობებს და შენ ცხოვრება იქნება უბრალოდ არსებობა. გავიმარჯვებთ სახელოვნად, აუცილებლად და კიდევ ერთხელ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მადლობა. მადლობა ბატონ ბადრი. იმისთვის რომ ჩვენ კიდევ მოვახერხოთ თქვენთან საუბარი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დააჭირეთ ზარის ღილაკს, გახდით ჩვენი გამომწერები და მიიღეთ სიახლეები ჩვენს ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად. ნახვამდის.